პრეზიდენტი დღეს ბათუმში იმყოფებოდა. 3,5 კილომეტრი გაცურა და წყლიდან ამოსულმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. პრეზიდენტმა ბათუმის ზღვაში გაცურა. იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე თბილ ზღვაში მიხეილ სააკაშვილმა ცურვით ძველ კალათბურთელებთან, გიგი უგულავასთან, აჩიკო გეგენავასთან, გოგა ხაჩიძესთან და ლადო ვარძელაშვილთან ერთად 3,5 კილომეტრზე მეტი დაფარა. iPad-ის საშუალებით მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს პრესტიჟული კურორტების კლიმატური მონაცემები ბათუმსაც შეადარა. ამოვიღე ტემპერატურა რამდენია სხვადასხვა ადგილებში, აი ამ წუთში ხა ონლაინ რეჟიმში სოფლიოს საუკეთესო კურორტების და რამდენია ტენიანობა. ეს იმის გასაგებად, რომ ყველა ამბობს, რომ ბათუმი არის ძალიან ტენიანი. ბათუმი ესეთი. ესე ბათუმში ახლა ტემპერატურა 29 გრადუსი, ტენიანობა არის 42 გრადუსი. შემდეგ ბოდრუმი 22 გრადუსი, ტენიანობა 68 გრადუსი. ესე ბათუმში 45 გრადუსი, ბოდრუმში 68 გრადუსი. ბევრად უფრო ტენიანი. რამდენს აკეთებს ეს კაცი ჩვენი ქვეყნის გულისთვის? რამდენს? კამერის წინ გახდის კომპლექსი ბევრ ლიდერს აქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მათ არ აქვს. ის მართლაც უნიკალურია. ვიღაც სილისტიან მოდელებს კი არ ენდო, არამედ პირდაპირ გაიხადა და ასე გაუკეთა რეკლამა ბათუმს. ინტერვიუს შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმი საცურაოდ მშვენიერი ადგილიაო. ადგა და პარაცეტამოლი დაალია და ძმრიანი წინდებით ჩაიცვა. ამჟამად მაცნობებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება. მაგრამ თქვენ ნახეთ ზამთარში რა ქნას ბატონმა პრეზიდენტმა. ამერიკული გრანტი რომ გაგთავდება, იანვრის შუა რიცხვებში ლომი დამოამტვრევს, ბათუმში ყინულს და იბანავებს. შემდეგ კი გალურჯებული ტუჩებით განაცხადებს, რომ ბათუმი მართლაც უნიკალური კურორტია და ყველას იქ მიგვიპატიჟებს. სულ დამავიწყდა მე თქვა, რატომ გავშიშვდი. ჩემს ტელევიზიასაც ჭირდება მეტი რეკლამა და ამ რეკლამების მოზიდვის მიზნით მინდა გითხრათ, რომ ეს სტუდია პირდაპირ ედემის ბაღს გავს. აი გადავამოწმოთ. მაგალითად, რუსთავი 2-ში 4 გრადუსია. დიახ, ჰაერის ტემპერატურა. აი იმედში უფრო დაბალია. და ხუთავი აირის მაჩვენებელიც 56-ს აღწევს. და საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლარული ღამეებია. სწორედ ამიტომ ჩვენი სტუდია ყველაზე ხელსაყრელია ინვესტიციების ჩასადებად, რადგან 6 თვის განმავლობაში გარანტიას გაცდევთ მე ვიქნები კონტროლირებადი წამყვანი, როგორც დაბლობში ოპოზიციისგან, ასევე მაღლობში ხელისუფლებისგანაც. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.